მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ დღეს ასეთი ექსპრეს საჯარო გაშლა თემით თუ რას გეტყოდათ ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. აი ახლა, როდესაც ეს ვიდეო შეგხვდათ. ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ადამიანი არ არის აუცილებელი რომანტიული თვალსაზრისით და მოდით ვნახოთ რას გეტყოდათ ახლა რომ შეეძლოს, დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. არ არის აუცილებელი რომანტიული ასპექტით ჩაიფიქროთ და ვნახოთ. რას გეტყოდათ ახლა პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, რას გეტყოდათ ახლა მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და მოდით მესამე ვარიანტიც. ქვებსაცახლავე დავარიგებ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ, შეგიძლიათ სხვათა შორის ორი ადამიანიც კი ჩაიფიქროთ სხვადასხვა ვარიანტებზე, უბრალოდ ორზე მეც არ გირჩევდით. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო საინტერესო. შეგახსენებთ ასევე რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსებისთვის ველოდებით თქვენს უკავშირს ლაიქებისა და კომენტარების სახით და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. რას გეტყოდათ ახლა? გეტყოდათ იმას, რომ მშვენივრად ვიცი, მე ყველაფერი გავაფუჭე ჩვენს ურთიერთობაშიო. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას გეტყოდათ ახლა პირველი ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. გეტყოდათ იმას, რომ პერიოდულად მაქსიმალურად ცდილობს არ იფიქროს თქვენთან დაკავშირებით არაფერი. ცდილობს ხოლმე გაექცეს თქვენზე ფიქრებს, თქვენზე ფანტაზიებს. კიდევ ერთი არკანი დავამატოთ, რას გეტყოდათ ახლა? გეტყოდათ იმას, რომ მე დაგტოვე, მიგატოვე შენ მანამ, სანამ შენ მიმატოვებდი მე. მიგატოვე იმის შიშით, რომ შენ მიმატოვებდი. და ნახეთ მეგობრებო, შესაძლოა აქ ადამიანმა არ მიგატოვოთ ხო კლასიკური გაგებით, მაგრამ შეიძლება ან გაცივდა, ან რაღაც მსგავსი გააკეთა ამის შიშით. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, რას გეტყოდათ ახლა? გეტყოდათ იმას, რომ ძალიან აინტერესებს თქვენ რამდენად ბედნიერი ხართ მის გარეშე. მისთვის ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს. არა თქვენი ბედნიერება, არამედ ის თუ თქვენ ხართ თუ არა ბედნიერი მის გარეშე. დავამატოთ არკანები, ნახოთ, რას გეტყოდათ ახლა მეორე ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. გეტყოდათ იმას, რომ უნდა მეტი ვიდრე უბრალოდ მეგობრება. ვიღაცებთან, ნახეთ, თუ თქვენ ჩაიფიქრეთ აქ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, უკაცრავად ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ეს გაიგოთ პირდაპირ გაგებით, რომ მეტი უნდა ვიდრე უბრალოდ მეგობრობა, მაგალითად სქესობრივი კავშირი, ან ფლირტისებული კომუნიკაცია, ან სასიყვარულო ურთიერთობა, ხო? ხოლო თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ისეთი ადამიანი, ვისაც უბრალოდ ვერ ექნება ასეთი დამოკიდებულება, როგორიც არის მაგალითად ვინმე დაქალი, ხო? ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ უფრო ახლო მეგობრობა უნდა, უფრო ახლო კომუნიკაცია უნდა თქვენთან და ზუსტად ამას გეტყოდათ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას გეტყოდათ ახლა მესამე არკანით. რას გეტყოდათ ახლა? გეტყოდათ იმას, რომ კონკრეტული სიტუაცია იყო თქვენ შორის, რომელიც ძალიან დეტალურად ახსოვს, ძალიან კარგად ახსოვს და აქ იცით ეს არკანი რომ ამოვიღე, ვიგრძენი გარკვეული ბრაზის ენერგიები, თითქოს რაღაც კონკრეტული მოხდა თქვენ შორის, რაზედაც დღემდე არის ცოტათი გაბრაზებული და შეწუხებული, რაღაც თქვენ სიტყვებზე ან საუბარზე. ყველასთან ინდივიდუალურია. კარგით, გადავედით მესამე ვარიანტზე, რას გეტყოდათ ახლა და გეტყოდათ იმას, რომ ძალიან ნანობს რაღაც გარკვეულ თავის ტყუილებს თქვენთან მიმართებაში. დავამატოთ არკანები, რას გეტყოდათ ახლა? რას ეტყოდა ახლა მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ? გეტყოდათ იმას, რომ არის ძალიან მატერიალისტი ადამიანი, გულისხმობ იმას, რომ მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის მატერიალური ასპექტები, ვიდრე ემოციები, ვიდრე რაღაც სულიერი კავშირი, კომუნიკაციური კავშირი. მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის სტატუსი, რეპუტაცია, იმიტომ რომ მატერიალური მხოლოდ და მხოლოდ ფული და ქონება არ არის, ხო? ასევე მეგობრება არ მინდა რომ რომელიმე თქვენგანმა აქ მიწყინოს ან არასწორად გამიგოს, იმიტომ რომ ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ აი 20-დან 1 ადამიანთან მაქსიმუმ რეზონირდება ისე რომ აქ ადამიანმა
ადამიანს თქვენგან უნდა სქესობრივი კავშირი ან რაღაც მსგავსი და თითქოს მხოლოდ და მხოლოდ ეს აქვს მისდათ. თუმცა უმეტესობასთან ეს ასე არ არის, გავიმეორებ. დავამატოთ კიდევ ერთ არკანს და ვნახოთ რას გეტყოდათ ახლა. მესამე ვარიანტი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. და გეტყოდათ იმას, რომ მე ვიცი, მე მშვენივრად ვიცი, ვიაზრებ და ხვდები, რომ დავარღვიე შენი პირადი სივრცე, რომ გავაფუჭე ჩვენი ურთიერთობა, რომ გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა, რომ მომივიდა ზედმეტიო. სულ ეს არის მეგობრებო. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ის, რასაც ადამიანები გეტყოდნენ და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ არის აუცილებელი მატერიალურ განწყობას თავიდან ბოლომდე შეესაბამებოდეს. მე კი ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.